განაგრძოთ გამოშვება სამცხე-ჯავახეთში ფარავან ჰესი გაიხსნა 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესი თურქული ანადოლუ ჯგუფის ინვესტიციით აშენდა და 200 მილიონ ამერიკულ დოლარამდე დაჯდა. ფარავან ჰესის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 400 მილიონი კილოვატ-საათით გაიზრდება. ჰიდროელექტროსადგურის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენ გვაქვს უკვე 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. მე აქვე მინდა აღნიშნო, რომ ხსენებული კომპანია ანადოლუ ჯგუფი ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია თურქეთში, რომელიც არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება კიდევ დამატებით 3 პროექტზე, რომლის მემორანდუმის სავარაუდო დღესაღამოს გაფორმდება. მე მინდა გითხრათ, რომ ფარავან ჰესის სამუშაოებით გაიზრდება 410 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის გამომუშავება. ეს მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება საქართველოს ენერგულ სექტორში. თურქული ინვესტიციების უდიდესი წილი მოდის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. ჩვენის მხრივ მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და რესურსი. თურქეთის ბაზარზე გავიტანოთ ელექტროენერგია. დღეს ჩვენ და სამწუხაროდ საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა ეს ყველაფერი არის დროებითი, რადგან საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლობები.